დღევანდელ ვიდეოში აგიხსნით თუ როგორ უნდა გამოიყენოთ ვებგვერდი AdaTG. პირველ რიგში საძიებო გრაფაში ჩავწეროთ AdaT-G. რეგისტრაციის ველში აირჩიეთ ქორეოგრაფი. ჩაწერეთ თქვენი სახელი. გვარი. მომხმარებლის სახელი, იგივე username. მიუთითეთ ტელეფონის ნომერი. ელფოსტა და პაროლი. გაითვალისწინეთ, რომ პაროლის ჩაწერისას აუცილებელია ერთი დიდი და ერთი პატარა ასო, ასევე ციფრი და მინიმუმ 8 სიმბოლო. მონიშნეთ გრაფები და დააჭირეთ რეგისტრაციას. რეგისტრაციის შემდგომ მიიღებთ ტექსტურ შეტყობინებას ტელეფონზე. ჩაწერთ კოდს და გაივლით აქტივაციას. პირველ რიგში რაც უნდა გააკეთოთ არის ის, რომ დაამატოთ თქვენი მონაცემები, დაბადების თარიღი, პოზიცია, მისამართი, სოციალური ქსელების ლინკები, რომელიც შეგიძლიათ აი ესე მარტივად დაიღოთ. ატვირთოთ ავატარი. მოარგოთ თქვენს ფოტოს და დააჭიროთ განახლებას. ასე მარტივად თქვენი მონაცემები დაემატა. დააჭირეთ ჩემი ანსამბლების გრაფას და დაამატეთ თქვენი ანსამბლი. ან სტუდია. დავარქვათ პირობითად ჩემი ანსამბლი, დავწეროთ აღწერა. სად მდებარეობს, რა მიღწევები აქვს, როდიდან არის და ასე შემდეგ. თუ ჩვენს გარდა კიდევ არის ქორეოგრაფი ან რეპეტიტორი, შეგვიძლია ჩავწეროთ მის სახელი, გვარი, ელფოსტა, მობილურის ნომერი და პოზიცია. მას შემდეგ რაც ამ მონაცემებს შევიყვანთ, თუ აღნიშნული ნომერი არ არის დარეგისტრირებული ვებგვერდზე, მაშინ მას მიუღოთ ტექსტური შეტყობინება, რომ თქვენ დაამატეთ საკონტაქტო პირად. თავისი ნომრით შეუძლია გააკეთოს მსგავსი რამ, მოდი ბარემ გაჩვენოთ. დაგავიწყდათ პაროლის გრაფა მიუთითოს თავისი ნომერი და კოდის გაგზავნის შემდეგ შეძლებს რომ გაააქტიუროს თავისი აკაუნტი. თუმცა ამ შემთხვევაში არაფერს არ დავამატებ. დავამატოთ ანსამბლის ლოგო. ყველა ფოტო აღებული მაქვს ინტერნეტიდან, Google-დან. დავამატოთ ჩვენი ანსამბლის ქავერი. სოციალური ქსელი. მოდი მაგალითად გამოვიყენებ AdaTG-ის Facebook გვერდს. და ფოტო გალერეა, სადაც ჩვენი ანსამბლის შესახებ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია დაემატება. ანსამბლი წარმატებით დაემატა. კი ბატონო. ეხლა შეგვიძლია უკვე მოდი პირველ რიგში ვნახოთ როგორ გამოიყურება სხვისი თვალით დანახული ჩვენი ანსამბლი. და რაც ყველაზე მთავარია, გადავიდეთ ღონისძიებების გრაფაზე. ავირჩიოთ ყველა ღონისძიება. თუ კომპიუტერით სარგებლობთ, შეგიძლიათ კალენდარის ფუნქციით ისარგებლოთ და ნახოთ რომელ რიცხვში რა ღონისძიებაა ჩანიშნული. ან რისთვიო მხარდაჭერაც აქვს ვებგვერდზე. ავირჩიოთ ჩვენი ფესტივალი, რომელიც მე დავამატე წინასწარ თქვენთვის. საჩვენებლად. აღწერია სრული აღწერა და პირობები, რაც ორგანიზატორმა ამ შემთხვევაში შემოგთავაზა. თუ არ ვიცნობთ ამ კონკრეტულ ორგანიზაციას, შეგვიძლია დავაჭიროთ. თურმე არსებობს სატესტო ორგანიზაცია, რომელიც 2002 წლიდან მოღვაწეობს, აქვს სოციალური ქსელები, რომელთაც შეგვიძლია დავათვალიეროთ, ტელეფონის ნომერი, სხვადასხვა სურათები, ჩატარებული ღონისძიებები, ანსამბლები და ასე შემდეგ. თუ ეს ყველა პირობა მისაღებია ჩემთვის, შემიძლია აქვე დავურეკო, ან პირდაპირ გავაგზავნო მოთხოვნა ღონისძიებაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებით. მიუთითო მესიჯი ორგანიზატორს და დავაწვე რეგისტრაციას. ანსამბლი გადაერთო მოლოდინის რეჟიმში და მას შემდეგ რაც ორგანიზატორი მიიღებს ტექსტურ შეტყობინებას ტელეფონზე, ასევე ვებგვერდზე, აი ამ გრაფაში, და დასტურებს თუ უარყოფს, იმის მიხედვით მივიღებთ ჩვენს შეტყობინებას. და გამოვჩნდებით ან არ გამოვჩნდებით მის ღონისძიებაზე. მოკლედ, მე მგონი ძალიან ადვილია ეს ყველაფერი, გისურვებთ წარმატებით.